მარიამ ლაშხის მოთხოვნით რეჟიმმა თათია აფრიამაშვილი და ლიკა ლორთქიფანიძე ციხეში გაუშვა. სასამართლომ ასე დასაჯა სტუდენტები, რომლებმაც ივანიშვილის დეპუტატს დისკომფორტი შეუქმნეს. სწორედ აი ქართული ოცნების ბოლო პერიოდში მიღებული ერთ-ერთი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად შეურაცხყოფა, ანუ დეპუტატის შეურაცხყოფა ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე ან ჯარიმით. გამოდვართ აუდიტორიებიდან, იმიტომ რომ თუ ჩვენი ორი სტუდენტი ახლა აუდიტორიაში არ არის, ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი მორალური უფლება, რომ ვიყოთ აუდიტორიაში და ვისმენთ ლექციებს. სიმბოლურად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და მათ შორის ლექტორების ნაწილი აპროტესტებს მათი სტუდენტების დაკავებას. საუბარი არის ბათუმში დაკავებულ ერთ-ერთ სტუდენტზე, რომელიც ილია-უნიში სწავლობს და ასევე საუბარი არის მარიამ ლაშხის ეგრეთ წოდებული შეურაცხყოფისთვის დაკავებული ლიკა ლორთქიფანიძის საქმეს. ლიკა და ერთ-ერთი სტუდენტი კიდევ თათია მარიამ ლაშხის სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძველზე სასამართლომ გაუშვა 12-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებთან და რადიკალ ექსტრემისტებთან არ შეადაროს. ლიკა და ლუკა ორივე არიან ილია-უნის სტუდენტები. ლიკა ლორთქიფანიძე არის ასევე ჩვენი სტუდენტური მოძრაობის წევრი და მეგობარი, პირველ კურსელი 19 წლის გოგონა, რომელმაც ძალიან ზოგადი ფრაზების გაჟღერების გამო 12 დღით ამოყო თავი პატიმრობაში სრულიად კიდევ ერთხელ უკანონოდ და უსამართლოდ. კი ბატონო, გამოდი მარიამთან იქეთ ვილაპარაკოთ, რომ ბავშვები არ დაისტრესონ. გამოდით იქეთ, რომ ბავშვები არ დასტრესონ მაშინ. თავისუფლება რეჟიმის წვებს. თავისუფლება რეჟიმის წვებს. ზირს რუსეთის დამპალი იმპერია. ზირს რუსეთის დამპალი იმპერია. მარიამ ბავშვებზე იფიქრე და გამოდი აქეთ. რა თქმა უნდა, ეს არის მძიმე იმის გააზრება, რომ ჩვენი ნებისმიერი მეგობარი და ჩვენც კი შეიძლება ერთ დღეს ასე სრულიად უსამართლოდ აღმოჩნდეთ პატიმრობაში, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ ჩვენი აზრი მაინც გამოვხატოთ ყოველდღიურად, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს პროცესები უკვე მე მგონი ყველაზე პრიორიტეტულია. არ ვიცი, როდის მიხვდებიან, რომ ჩვენ ესე დაშინებით და სტუდენტების და მეგობრების დაჭერითაც კი ვერ შევშინდებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები აუცილებლად გამოვლენ და ჩვენ გვერდით გაგრძელებენ ბრძოლას. ხო, ეს სტუდენტების დაკავება ხა პირველი არ არის, ჩვენ პოლიტპატიმრები ყავს 19-20 წლის ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, მათ შორის სისხლის სამართლის მუხლით. უბრალოდ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სტუდენტი გოგოები ესე უბრალოდ სასამართლომ გაუშვა 12-დღიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ზუგდიდშიც მოხდა ორი აქტივისტი, ადამიანი დახვდა ზარქუას, დეპუტატ ზარქუას, მის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს და ზუგდიდის სასამართლომაც ზუსტად იგივე განაჩენი გამოიტანა. ისინი პატიმრობაში არ გაუშვა, მაგრამ სასჯელი ან ჯარიმა დააკისრა. ხდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლები. მოცემულ შემთხვევაში სამართალდამცველის ფაქტის არსებობის დადგენისთვის ერთ-ერთი გამსახურებული ფაქტორი იყო თათია აფრიამაშვილის გამოხატვის ფორმა და ადგილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანს ეზღუდება გამოხატვის თავისუფლება და ეზღუდება ამ გამოხატვის თავისუფლების გამო თავისუფლება. პირველ კურსელ სტუდენტს მე არ მომწონს გენდერული აქცენტის გაკეთება. პირველ კურსელ 19 წლის სტუდენტს, როდესაც უზღუდავ თავისუფლებას, ეს არის იმიტომ, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, იმიტომ, რომ გამოხატავს აპროტესტებს, არის ძალიან ცუდი ჟესტი, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე დემოკრატიისთვის, თავისუფალი აზრის არსებობისთვის და აბსოლუტურად ყოველგვარ პოზიტივს, თუ შეიძლება ეს თქვა, ცდება. ძალიან ნეგატიურია 19 წლის სტუდენტს, რომ უყვეთ თავისუფლებას, იმიტომ რომ მან რაღაც გააპროტესტა. ეს არის ძალიან ცუდი ამბავი. პროტესტი, რა თქმა უნდა, ჩემ სტუდენტებში ყოველ შემთხვევაში არც არ წასულა, იმიტომ რომ რა შეიცვალა იმისთვის, რომ პროტესტისადმე წასულიყო. არაფერი, პირიქით რაღაცები გაუარესდა, ხო ესეა. ბევრი ახსნა შეიძლება მოუძებნოთ ამას, რატომ ვერ ვხედავთ ამ პროტესტს ისე როგორც ხედავდით 1 წლის წინ ან 7 თვის წინ მაგალითად. თორე პროტესტი ნამდვილად არის პროტესტი. და აი ასეთ უწყინარ აქციაზეც რეალურად სტუდენტებს აქვთ გაფიცვა სიმბოლური, არესტრებიან ლექციებს და ესეთ უწყინარ აქციაზეც კი პოლიციის აი ესეთი რაოდენობაა მობილიზებული, როგორც ყოველთვის. ეს რაღაცა ტრადიციად ექცათ, რომ რაც არ უნდა
შვიდობიანი აქცია იყოს, ყოველთვის უნდა იყვნენ წარმოდგენილები, რომ ეს რაღაცა შიში დათესონ. და ამ ტრადიციას დღესაც არ ღალატობენ. ეს მანქანებით არიან ჩამწკრივებულები და გადმოსულები არიან, რომ დავინახოთ ადამიანებმა მათი რაოდენობა. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია სოლიდარობის, რომელიც ეხება დაკავებულ სტუდენტებს. ნაპირებდნენ, რომ ილიოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წასულიყვნენ მერე რუსთაველზე მარშით, მაგრამ როგორც ჩანს, ხელმხელა რაოდენობა არ არის, რომ მარშით შეძლონ წასვლა, თუმცა აპირებენ, რომ შეუერთდნენ ილიოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და მერე ერთად დაიძვრებიან უკვე რუსთაველის საპროტესტო აქციაზე. ჩვენ არ გვექნება ჩაგულისადმი სოლიდარობა, მაშინ ვერ ვიქნებით ადამიანები და ვერ ვიქნებით ჩვენს დროში ისეულები, ვერ გავგავთ სამედიცინო სფეროში ისეულ ნაბიჯებს. ეს არის მხოლოდ რეპრესიები. ჩვენ რასაც უყურებთ, ეს არის ერთადერთი მიზანი ქართული ოცნების, რომ დააშინოს ქართული ოცნების მიზანი არის, რომ დააშინოს ახალგაზრდები. და რეალურად ხედავთ რეპრესიებს. თავიდან დაიწყო იმით, რომ ჯერ შემოიტანეს ჯარიმები, შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დაჭერა დაიწყეს, აქტივისტების დაჭერა დაიწყეს, შევარდნეს სახლში, იყო დარბევები, შეჭრა უკანონო დაკავებები და ეხლა უკვე გადავიდნენ სტუდენტების ძალისმიერ დაკავებაზე. ძალიან გთხოვთ 2 წუთი გვაქვს და დავასრულებთ. კი არის მოვა და მოგცემთ უბრალოდ თუ და იცეკვეთ. არასოდეს არ ყოფილა მაგაზე პრობლემა და მომისმინეთ ამ უნივერსიტეტში პირველი შემთხვევა არის მედიების წარმომადგენლები და პირველი შემთხვევა არის როცა ვატარებ ამ რაღაცებს და უაზრო პრობლემას ვუყრით 2 წუთი გვაჩადეთ არ მაინტერესებს დავასრულებთ 2 წუთი ჩაწერას და ნამყოფის არ მინდა რომ დაასრულო და რაღაც არ მინდა დაეროდე პიარ ჩამოვა და მოგცემს უბრალოდ რაც გაკეთებ დავასრულებთ ჩაწერას და კიდე დავასრულო ძალიან საერთოდ შეხება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კუთხით როდესაც გაფიცულები ვიყავით ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ხარში დაგვიდგა და უზრუნველყო ის ორკვირიანი გაფიცვისთვის გამოყოფილი პერიოდი რომ აგვედგინა. ამიტომაც შემიძლია გითხრათ რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მაინც რაც არ უნდა იყოს სტუდენტების ხარში გვიდგას იმ შემთხვევაში როდესაც საერთო ფონი არის შექმნილი რაღაცა განსაკუთრებული. საჯაროდ გამოხატვას საჯაროდ გამოხატვას եղებდებიან კი ბატონო. აი სტუდენტების მიმართ არის ხოლმე კრიტიკა, რომ თავიდანვე ძალიან აქტიურად იყვნენ აქციებში ჩართულებიო და ეხლა აღარც კი დადიანო. შეიძლება რომ ამას თავისი მიზეზები ქონდეს. სტუდენტების დიდი რაოდენობა დასაქმებული არის და სამწუხარო ჯანდაცვის სისტემა ისეთნაირად არის მოწყობილი, რომ 20 საათიანი მორიგეობები უწევთ და შესაბამისად ეს ყველაფერი მთავარი მიზეზი არის იმისა, თუ რატო ვერ ხერხდება სტუდენტების ასეთი აქტიური ჩართვა. დაუბრუნდი ისე ილიას უნივერსიტეტის კორპუსთან მარში უნდა გამართულიყო დღეს რუსთაველისკენ აპირებდნენ სტუდენტები წასვლას, მაგრამ როგორც მივხვდი გადაიფიქრეს არ არის იმ რაოდენობის ადამიანი ახლა მოსული, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინოს უნივერსიტეტის სტუდენტები შემოუერთდნენ, არ არის იმდენი რაოდენობის ადამიანი, რომ მარშით პოლიციამ გადაადგილების საშუალება მისცეს, ამიტომ ცალ-ცალკე აპირებენ ესე რუსთაველის აქციას შეუერთდნენ. მოკლედ დასრულდა დღეს ეს აქცია პატარა შეჯამება რო გაუკეთო. სტუდენტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ჯერ ილიას უნივერსიტეტის შენობასთან, შემდეგ უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის შენობასთან დაკავებულ სტუდენტებს. ესენი არ არიან მხოლოდ იმ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სტუდენტები, რომლებზეც ცოტა უფრო ადრე დილით გელაპარაკეთ. დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების აქციაზე გაჟღერდა ასევე გიორგი ხობაძის სახელი და გვარი, რომელზეც თქვეს, რომ ამ ჩვენი სფეროს წარმომადგენელია ასევე სინდისის პატიმარიო, რომელსაც ექიმობა არ აცადესო და სტუდენტი მათივე კურსელი, რომელიც ასევე არის პატიმრობაში.
ხო, მოკლედ ეს აქცია დღეს ამით დასრულდება. სტუდენტები უკვე ინდივიდუალურად შეუერთდებიან რუსთაველის აქციას. არ ვიცი სხვა რა შეიძლება ითქვა, სტუდენტების დაკავების პირველ შემთხვევაში არ არის, მაგრამ უშუალოდ ამ ადმინისტრაციულ წესით დაკავების პირველ შემთხვევაში, როდესაც დეპუტატისთვის მათი თქმით სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ეს ადამიანები 19-20 წლის ადამიანები ეხლა არიან იზოლატორებში და 14 დღე უნდა გაატარონ. ალბათ არაფერი არ მოუვათ, ახალგაზრდები არიან, მაგრამ ძალიან მძიმეა იმისი გააზრება და აღქმა, რის გამოც ხედან ეს ადამიანები ციხებში, იზოლატორებში. ძალიან რთულია თან იმისი აღქმა, რომ ეს კანონი, ეს ცვლილება, რის საფუძველზეც ეს ადამიანები ციხეში არიან, ქართულმა ოცნებამ სწორედ აი ამ ბოლო პერიოდში რეპრესიული კანონების პარალელურად მიიღო და თქვა ეგეთ რაღაც, რომ დეპუტატის სიტყვიერი შეურაცხყოფა არის დანაშაული. ნორმალურად კი არა ზრდილობიანად უტიფარი დაუძახეთ დედაშენს და მამაშენს სახში რომ იხლა უზრდელი შეხა თავხედი უზრდელი